ხო უნდა იყო გვესაუბრა მელანაშვილთა გვარის შესახებ. ეს აღმოსავლური გვარი გახლავთ, საშუალოზე ოდნავ მეტი ოდენობის, თითქმის 10-ჯერ ნაკლებნი არიან ლაგვილავებთან შედარებით, ეს არის სულ 300 სულს ოდნავ აჭარბებს მელანაშვილთა ოდენობა. ძირითადად განსახლებულია ქართლის, შიდა ქართლის რაიონებში და საკმაოდ ძველი დროიდან გვხვდება საბუთებში. მე-17 საუკუნის შუა ხანებში უკვე იხსენიება ეს გვარი. სოფელი კეხი შიდა ქართლის ამუან მელანაშვილი იხსენიება მოწმედ. ნასყიდობის წიგნია, საერთოდ ქართული საბუთების დიდი უმრავლესობა ნასყიდობის წიგნებია და ამ შემთხვევაშიც ვინმე ბესიაშვილს მამული მიუყიდია თავადი თუმანიშვილისთვის, შიდა ქართლში ჰქონდათ მამულები თუმანიშვილებს და იქ მოწმეთა შორის არის დასახელებული მელანაშვილი ამუან. ასევე მელანასშვილი პაპუა ხდება ყმათა ნუსხაში, ესეც როგორც ჩანს შიდა ქართლის ფრაგმენტია, თავბოლო ნაკლული საბუთი გახლავთ და ჩამონათვალია ყმების. ალბათ შიდა ქართლში განსახლებული გლეხები არიან. ესეც მე-17 საუკუნით თარიღდება. ძალიან საინტერესო ცნობა უკავშირდება მელანაშვილების გვარს, რომელიც ქართლის ცხოვრებაშია შესული. აი ჩვენი ისტორიკოსები ქართლის ცხოვრებას მეფეთა ცხოვრებას უწოდებენ და ასეც არის, ძირითადად მეფეთა ცხოვრებას ეხება ქართლის ცხოვრება, მაგრამ გვაქვს ასეთი იშვიათი გამონაკლისები, სადაც ზოგიერთი ისტორიული მოვლენა ისეთ დეტალებშია მოთხრობილი და იქ გლეხის გვარებიც არის ნახსენები და ძალიან საინტერესო სურათი იხატება ხოლმე ზოგიერთ მონაკვეთში. აი ასეთი ისტორიული თხზულება ცხოვრება საქართველოისა არსებობს 1370-იანი წლებიდან დაწყებული 1600-იანი წლების ბოლომდე, რომელსაც პირობითად პარიზის ქრონიკას უწოდებენ ისტორიკოსები იმ უბრალო შემთხვევის გამო, რომ პარიზში აღმოჩნდა და პარიზში გამოიცა პირველად ეს თხზულება და აი ამ კრებულში, როგორც ჩანს, სხვადასხვა წყაროების კრებული არის ეს თხზულება, რაღაც მონაკვეთს მოიცავს საქართველოს ისტორიის და იქ არის საუბარი კახთა მეფის ერეკლე პირველის ბრძოლებზე, რუსეთიდან დაბრუნებული ერეკლე პირველი შემოიჭრა კახეთში, თუშეთში დაბანაკდა პირველ ხანებში, თუშები შემოეხვიდნენ როგორც თავის ბატონიშვილს, კახთა მეფის თეიმურაზ პირველის შვილიშვილზეა საუბარი და აი მან წამოიწყო ბრძოლები კახეთში. კახეთში ამ დროს არჩილ მეფე მეფობს, ქართლის ბაგრატიონების წარმომადგენელი და მათ შორის მტრობა არის თვეების განმავლობაში მიმდინარეობდა ბრძოლები და აი ერთ-ერთი მონაკვეთია ასეთი მოთხრობილი, რომ თორღვას ციხეში გამაგრებულია ერეკლე ბატონიშვილის დედა, კახთა დედოფალი ელენე. და 7 თვე ალყაშია მოქცეული ეს ციხე, ქართლის ჯარი და ყიზილბაშების ჯარი ერთობლივად გარემოიცავენ ამ ციხეს და შიგნით კახელები არიან გამაგრებულნი, მრავალი თავადიშვილიო, კახი თავადიშვილი თავის ცოლშვილით ამაგრებს ამ ციხეს, დედოფლის გვერდში დგანან და აი დიდად შეწუხნენო ციხეში შიგნით მყოფნიც და ციხის გარეთ მყოფნიცო, 7 თვე გაგრძელდა გარემოცვა. ბოლოს დედოფალმა გადაწყვიტა ციხე დაეტოვებინა და გამოპარულიყო და იქ დაწრულებით არის აღწერილი. დედოფალმა ჩაიცვა კახელი კაცის ჩოხა, პაჭიჭი და ქუდი დაიხურაო და 3 ერთგული გლეხი შეარჩია, რომლებიც იახლა, ვისაც შეატყობინა ამის შესახებ, რომ გაპარვას აპირებს ციხიდან. და აი ეს 3 გლეხი არიან პეტრიაშვილი, ბაცაშვილი და მელანაშვილი. აი ამ 3 გვარს დღესაც მათ შთამომავლებს შეუძლიათ იამაყონ, რომ ასეთი წინაპრები ყავდათ.
მისანდო ერთგული მეომრები, ვისაც დედოფალი გაჭირვების დროს ყველაზე გადამწყვეტ მომენტში ენდო. ეს სამი მეომარი შეარჩია, გამოვიდნენ ციხიდან ღამით, ამ სამიდან ერთ-ერთმა კერძოდ ბაცაშვილმა ხმაური ატეხა, სხვათა შორის მძინარე ყარაულებს ფეხი წაჰკრაო და გამოეკიდნენ და აირია ჯარი და ამ არეულობით ისარგებლეს დედოფალი ელენე და პეტრიაშვილი და მელანაშვილი გლეხები გამოვიდნენ, შეერივნენ ამ ჯარს ღამის სიბნელეში, არეულობაა, ხმაურია, იქ ეს მოალყე ჯარი გაიარესო, თუ ვინმე ეკითხებოდა რა ხდებაო, ესენი პასუხობდნენ ციხიდან ვიღაც გამოპარულაო და იმიტოა ეს ხმაურიო და თვითონ გაიარეს ეს ჯარი და პანკისის ხეობის გავლით იმ ღამეს ავიდნენ თუშეთში თავის შვილთან, ბატონიშვილ ერეკლესთან მიაღწია დედოფალმა. აი ამ ერთგული გლეხების თანხლებით მელანაშვილი იხსენიება ამასთან დაკავშირებით ქართლის ცხოვრებაში. იშვიათი შემთხვევებია, როდესაც გლეხები მოხსენიებულნი არიან თანაც ასე დაწვრილებით ისტორიის თხრობისას. 1703-1724 წლებით დათარიღებული საბუთი, ცნობილი საბუთი ქართული სამართლის სახელმწიფო წყობის დასტურლამალი. აი აქ იხსენიებიან მელანაშვილები ივანე და პაატა, როგორც ჯილავის მეტოფეები. ესენიც როგორც ჩანს, სანდო ხალხი იყვნენ, მეფის პირად დაცვაში მსახურობდნენ. ამ ჯილავის მეტოფეთა შორის უმეტესობა აზნაური შვილები იყვნენ და მცირე ნაწილი გლეხიშვილებიც იყვნენ, მაგრამ როგორც ჩანს, ისეთი ვარგი გლეხები იყვნენ შერჩეული, ვინც გულადობითაც ვარგოდნენ და სანდოობითაც სანდონი იყვნენ და მეფის პირად დაცვაში მსახურობდნენ. აი ესეც ამ გვარისთვის ფრიად საამაყოა ასეთი საბუთების არსებობა. 1791 წლის აღწერაში ასევე სოფელ კეხში იხსენიება მელანაშვილი როგორც თოფჩი, ანუ მეტოფეთ არის აქაც ნახსენები. ამგვარის წარმომადგენლები ფერეიდანის ქართველებშიც გვხვდებიან, ეტყობა იმ შახის აბას პირველის შემოსევების დროს ათასობით, ათეულ თუ ასეულ ათასობით ქართველი გადაასახლეს ირანში და მათ შორის ფერეიდანშიც მოხვდნენ და აი როგორც ჩანს, იმ გადასახლებულთა ტალღაში მოყვნენ მელანაშვილები და მათ სასახელოდ უნდა ითქვას, რომ გვარის სახელწოდება შეინარჩუნეს, ენაც შეინარჩუნეს დღემდე. და არის კიდევ სხვა საბუთებიც, სადაც ეს გვარი ნახსენებია და ერთობ საინტერესო ისტორია დაიწერება ამ გვარის შესახებ, თუ ამის მოთხოვნა იქნა. დოკუმენტური მასალა გვაძლევს ამის საშუალებას.